ხო, რა ხდება კოცებში? ჩემო კოცებო. ბიჭო, თუ ასეთი მაგრები ხართ და სახელმწიფო სადარაჯოზე მდგარი და დამცველების სახელმწიფოსი. რაღა იმას იჭერთ, რა ქვია, კატას რო თოკზე ძეხს დაუკიდებენ. გამოსირებულ ბურჭულაზეზე. ყველა მიცის რომ გამოიყენეს ფარად და მის უკან ვინც იმალება ეს ეგრეთ წოდებული deep straight თუ deep straight თქვენ რო გიყვართ deep straight იმ ტიპებს რატო ვერ იჭერთ რა ჭიჭევაშაძეებს თინახიდაშელებს კიდევ ხაზარაძეებს დაჭერილებს და გამოშორებს თუმცა ვინ უნდა დაიჭიროს ბიჭო ვითომ ჩასვით და მე გამოვშტეთ ესე ტერორს თამაშობთ მაგრამ ვერ გაგიქიციც გინდათ და კიცმაცურიც რა ხელისუფლებაც გინდათ ხელში გქონდეთ ძალაუფლებაც გინდათ ხელში გქონდეთ თან იქაც გინდათ ტრაკი როგედოთ და თან აქაც გინდათ ტრაკი როგედოთ მაგრამ ერთი რაღაცა გავიწყდება თქვენ ბურჭულაძე ყოველას ერთ ადგილზე კიდია თავიდანვე იყო ასე ეს თეატრალური როლები რო მოირგო და ნუ არა მსახიობი კაცია მომღერალი კაცია გამოდის ვერაფერს ვერ იტყვი რა მოკიდეთ ხელი წაიყვანეთ იქ მაგარი საქმე გააკეთეთ 70 წლის ყლე დაიჭირეთ სინამდვილეში ვინც დასაჭერია იმას დიდი ხანი ინახავს და აპრავებს და თუ გადაიბირებთ თუ არ გადაიბირებთ და მე იმას ცოტა მძიმედ აქვს საქმე მაგრამ თქვენ ერთი რაღაცა ვერ გათვალეთ რა ეს აქცია არა ის ქუჩაში რო არის ეს ზოგადად ეს რაც არის ამას ქვია პოლიტიკური დაზვერვის ენაზე აქცია. ეს აქცია გათვლილი არ იყო შიდა მოხმარებისთვის და შიდა საზოგადოებისთვის. ეს იყო გარე სამყაროსთვის გათვლილი და თქვენ დარტყმას მიიღებთ გარედან. იმიტომ რომ ეს გათამაშდა ისე როგორც უნდა გათამაშებულიყო და თქვენ ამ თამაში, რასაც აკეთებთ დემოკრატიონობას თამაში, იმის თამაში, დედა მოგეწყნებათ პატარა ხალხს. ორ წარეთ მოგეწყნებათ დედა, თქვენ წარმოდგენილი არ გაქვთ რა. და ის ტიპები თქვენო უმაქნისები და 1000 ჭერ თავში ხელის წამოსაკრავები რომ მიგაჩნიათ. საბოლოო ჯამში ის დიდი ძალა, გარე ძალა იმად გამოიყვანს წმინდანებს და თქვენ მაგათთან კოლაბორაციონის ცირებს ჩაგრეცხავთ ტუალეტში და კიდევ ერთხელ გეტყვით რა თქვენ ხელში არ არის ჭეშმარიტი ძალაუფლება და თქვენ ხელში არ არის ბერკეტებზე მოქმედების ძალაუფლება არც საქართველოში მათ შორის თქვენ რომ გონიათ რომ საქართველოში არც საქართველოში მათ შორის რა და ნდობა რასაც უნდა გაეკეთებიათ დაცვა თქვენი ქართველი ერის და ქართველი ხალხის ნდობა არ დაგავიწყდეთ რომ თქვენ ხელში არ არის რა აი თქვენთან არ არის და თქვენ ხელში არ არის აჰა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ქართველი ხალხის ნდობას თქვენ გაემიჯნეთ ქართულ ხარს უღალატეთ თვალებში აფურთხებთ აჯერებთ 1000 სიმამაძაღლებს ამბობთ რომ არჩევნები ტარდება და იდგამთ ამ მასხარაობებს და რუსებს კაი გამოთქმა აქვთ რა რუსულია მაგრამ კაია აი თქვენ იმაზე სამტანცუემ სამპაიომ სამბილეტი პრადაიომ აი ზუსტად მაგნაი რაღაცას რო აკეთებთ აი მაგ მოგეწყნებათ დედის ტრაკი ზუსტად ხალხის გარეშე ხალხის სახელის გამოყენებით ხო აკეთებთ ამას მაგრამ აი როცა დაგიდგებათ მომენტი და მიუბრუნდებით ქართულ ხალხს იქ გექნებათ დედა მოწყვლილი და რო გექნებათ დედა მოწყვლილი მაგაში გარწმუნებთ ზუსტად და ესეთი თამაშები ესეთი მასშტაბის თამაშები ბოლოს მთავრდება ესეთი ტრაგიკული ბედით რომელსაც თქვენ გაიზიარებთ და გაიზიარებთ მაგას აუცილებლად